როგორ ახართ გოგონებო, იმედია ყველანი ძალიან კარგად ხართ. ახლა ამ წუთს არ ვაპირებდი ვიდეოს ჩაწერას, იმიტომ რომ მთელი 3 დღეა ვფიქრობ და ეს უკვე ძალიან დიდი პრობლემაა. გადაწყვეტილებებს ვერ ვიღებ. ეს არის ძალიან დიდი პრობლემა. გადაწყვეტილების მიღება, იმიტომ რომ ყველა გადაწყვეტილებაში მე ვფიქრობ ეს არ უნდა მექნა. მაგრამ ძალიან კარგია რომ ეს ყველაფერი ეხება ნივთებს. ამიტომ სანამ გაშოს დავიწყებდე, სპეციალურად ჩემი მარჯვენა ხელი არის ეს. ამას ვიყენებ სულ კონსულტაციებზე ხშირად და ენერგეტიკულად ზოგადი გაშლების მადლით მინდა რომ გაგიშალოთ. ეხლა რა ხდება გოგონებო, შევიძინე ტელეფონი iPhone 16 Pro. მინდა ვთქვა, რომ მე ვარ ტელეფონების ერთგული. არ მიყვარს ტელეფონების გამოსვა და პონტუხები და ის რო არის, პონტის გამო რო ცვლიან ტელეფონს, რო აუცილებლად ბოლო მოდელი უნდა მქონდეს, საერთოდ არ მაქვს ამის ამბიცია, ტელეფონი რაც უფრო მოძველებული ბუყუნა და სხვანაირია, ეს უფრო მომწონს. მოკლედ. ბოლო მოკლედ რამდენიმე წელია, მე მგონი, ხო რა, 3 წელი. მქონდა 11. ჩემი უსაყვარლესი 11. რა ვიცი, მე არაფერს მე ამ ტელეფონს არ უჩიოდ. ფოტოებსაც ძალიან კარგს იღებ და ყველაფერი მომწონდა მაშინ. მაგრამ მოხდა ისე, რომ უკვე მოკვდა ეს ტელეფონი რა, რასაც ქვია, ისე ცოცხალია, მაგრამ აი რასაც განახლება ქვია და დავფიქრდი და ჩემო მეუღლე მიყიდა iPhone 16 Pro. ნუ სიურპრიზი არ გააკეთა, იმიტომ რომ იცი ჩემი ამბავი, რაც არ უნდა მომიტანოს, ვერ გამოიცნობს ვერასდროს ვერაფერს, მაგრამ ერთადერთი რაც იცის უნდა მომართოს თეთრი ვარდები, მაგრამ არასდროს არ მოგიტანს თეთრ ვარდებს, მოგიტანს რაღაცა სუვეუნე ვენოკი რაღაცა, დიდი გაიქუთაისური ის რო არის, ხო იცი, აი ვიძზე რო აყვავილები, აქეთ გული იმალება, აქეთ გადაწევ ბუჩქებში რაღაცა ამოყოფს, რაღაცა, აი ესეთი მდიდრული რაღაცები ჩუქება უყურს, სადაც მე უკვე ბოლოს რომ მაჩუქა ჩვენს იუბილეს, ან ქორწინების იუბილეს უკვე მადლობა არ გადაუღო. არ ვიცი როგორ მადლობა ვთქვი, რომ აი ესეთი მადლობა ვთქვი. ბოლოს, ნუ, არა თქო რა, ეს არის უკვე ძალადობა ჩემზე. მოკლედ, გოგონებო, ძვირფასებო. ვისაც მოგენატრათ ჩემთან ჭუკჭუკი და არ გეზარებათ. აუ, რატო არ გავაკეთე აი SMR-ით, მაგრამ არა უშავს. ნუ ამ არჩევაზე, ფერების არჩევაზე, ნუ ძალიან დიდი პრობლემა შეიქმნა და რატომღაც მე საერთოდ თეთრი ტელეფონები მიყვარს და რომ შევხედე პროებს, თქვი რომ მეთქი არა რა. თეთრი არ იქნება კარგი, ეს თითქოს უდაბნოს ფერი რო არის, ეგეც რაღაცა არ მომივიდა თვალში და მომწონდა რაღაცა თითქოს არც ერთი არ მომწონდა მთლიანობაში და ვიყიდე მუქი ყველაზე შავში რო გადის. რა თქმა უნდა, ეს ტელეფონი მაქვს ალბათ 3 თვე, ხო? ალბათ 3 თვე მაქვს. ვერ შევიყვარე ტელეფონი, ახლა ვიღებ მაგიდან, ხო, 4K ის რო არის გადაღებით, იმიტომ რომ ძალიან ძნელად იტვირთებ. არ მომწონს უკვე, არ მომწონს და ნუ ვთქვი, რომ არ მინდა ეს ტელეფონი თქო. მაგრამ საქმე რაშია, რა მინდა? 11-ს ვერ დავუბრუნდები, რო არ ვარ ადამიანი პროებს მიჩვეული, თავისთავად ვერ დავეციე ეთყობა და არა მართლა მე ვარ კომფორტის ადამიანი, აი პონტის გამო რომ იმას ის ტელეფონი აქვს და საერთოდ აი ეს მიმდევრები რო არიან, ამას ვერ ვიტან. ცოტა ეს მომდის თვალში რა ვიცი, კარგად გამოჩნდება ეს უდაბნოს ტიტანი, თეთრიც კაია, თქო, ვიდი სხვას თვალს მოჭრეს, ესე რო ვილაპარაკებ, თქო, ამანაც გამიელვა, გამოგიტყდებით, მაგრამ მიზიდავს ბანალური 16. სრულიად შემთხვევით ჩემს კოლეგას ქონდა ვარდისფერი და რო დავინახე, ესე უყურებდი, იყო რაღაც სასწაული, მაგრამ ახლა იქ არაჩვეულებრივი სხვა ფერები. გამაგებინეთ ადამიანებო, ვისაც გააქვთ ეს ტელეფონები. სხვა ფერებზე ვიძახი და ვისაც პრეტენზიები გაქვთ და ჩემსავით რაღაცები გბეზრდებათ, რას მირჩევთ, რომელი ტელეფონი ამიღო და ყველაზე მთავარი, 17-მა დააკაკუნა, მაგრამ 17 Pro რომ მაჩუქო არ მინდა, ანუ ვერ ვიტან, რაღაცა სიმახინჯე, რაღაცა მართლა ის არის, რა ქვია, ჩინეთის გამოშვება მგონია, მაგათი ფანტაზიები რო არის. მაგრამ აი 17-ის ბაზას მაგრად აქებენ, თითქოს არ განსხვავდება, ყველაფერი გადავღეჭე და ინფორმაციები ვიცი, 17 არ განსხვავდება. აი იმისგან, რა ქვია, 16-ისგან. მაგრამ მოყვება 250
ჯეიმი მეგონი ხო ისე მე არა ვარ ძალიან ის პრადვინუტი რო იტყვიან იმაში მახსოვრობა ან სტანდარტული და 250-ზე პირიქით მეც ვიხდი სხვა დანარჩენ iPhone-ებში. აი, ისე სხვათა შორის 64-იანი მქონდა და ძვირფასად ყოფნიდა და ახლა ამბიცია მაქვს, ხო? აი, ესე რა ქვია, 128-იანია, მე მგონი ეს რომ მაქვს, ხო? არ გადავიხადე იმაში, ზედმეტად არ მინდა თქო. ხო, რა ვიცი, რა ვქნა გოგონებო, მიჩით 17 ბაზა ვის გაქვთ. რა თქმა უნდა, ფერები არ მომწონს არც ერთი ბაზას. ამიდან იმას გადავაწყოთ, იმიდან ამას გადავაწყოთ, სპეცაკასი მინდა რაღაცა. რამდენი ხანი გელაპარაკებთ? 5 წუთი. აი, ესეთ სიტუაციაში ვარ და 24 საათი თითქმის ყოველ თავისუფალ დროს და თუ თვალებს არ ცალია, ყურებს არია და ყურსასმენებისთვის მე რა ავიღო და რაც უფრო მეტი გავიგე, უფრო მეტად ვერ ავარჩიე ვერაფერი. გუშინ ტაროც გავშალე ჩემზე და ვკითხე. ძალიან გამეცინა თქვენ მამაკაცის ფიქრას კითხულობ და მე ვეკითხები. აი, რომელი ფერი ავიღო, რომელი iPhone-ი ავიღო და არ ვიცი რა ვქნა. ერთადერთი რაც შემიძლია თქვა, ძალიან მინანე რომ თეთრი და ის უდაბნოსფერი ტიტანი არ ავიღე, უფრო რაღაცა კარგია. მაგრამ ეს ტელეფონი საჩემო არ არის და მე პროები არ მომწონს. რომ თქვა სიმართლე, სელფის კამერაც არ მომწონს. აი თუ ვინმეს გააქვთ ფიქრებში, შეგიძლიათ მეინდოთ, მე სელფის მოყვარული ადამიანი ვარ. სელფი მაგალითად ჩვეულებრივ ოთახის შუქზე. აი 11-თან ვერ მიმართ. ხო და ამიტომ ესეთი ვითარება. ნუ ყველას რა თქმა უნდა, ყველას აზრი მაინტერესებს, თქვენ მოგეხსენებათ რომ მე აქ ყველა კომენტარს კითხულობ. რა თქმა უნდა, ყველას უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოს ყველაფრისთვის, გოგონებო, თქვენი აქტიურობისთვის, ლაიქებისთვის, ყველაფრისთვის, საერთოდ რაც კროსფიტზე დავიწყე ვარჯიში 1 წელია. ძლივს გამოხსენდა რომ ქალი ხარ, გადაისვიყო და ქალი რო შევა კროსფიტზე, მე გამოდის სხვანაირი, უფრო მამაკაცური და ნუ ისევ ამბობ რა აღნაგობით, მაგრამ დამავიწყდა გოგონებო ყველაფერი ისეც არ მიყვარდა ბევრი და კი მეტყობა კიდეც მე როგორ კარგად ვიკეთებ მაკიაჟს და ამიტომ თლა დამავიწყდა კროსფიტმა ყველაფერი ისე რა კარგი შეგრძნება იცი დგები ჩვეულებრივი ქალი ხარ არ ფიქრობ არაფერზე მიდიხარ მოდიხარ და აი ესე გადის დრო ეხლა მე დიდი ხანი არ გამიშლია ესეთი ვიდეო გრძელი ვიდეო გამოვიდა თუ გეზარებოდათ ჩემთან საუბარი არაუშავს შეგატყობთ კომენტარებზე მაგრამ შევცდი რომ მე არ გადავიღე ASMR. აი, ხვალ უკვე უნდა ვიცოდე პასუხი და თქვენ უნდა ნახოთ როგორ იტანჯება ჩემს ოჯახში ყველა, როდესაც უკვე საქმე დადგება რომ ჩემთან ამშობს და რომელი ის და ყველა გარბის ანუ. საქმეც იმაშია რომ ვიყიდო ხან ნებისმიერი მე ვიტყვი. არა. იცით რატომ? მე არ მიყვარს არჩევა. მე ყველაფერი მინდა რომ მქონდეს. აი ესეთი ხასიათი მაქვს და მინდა ვთქვა რომ ყველაფერი მაქვს რაც მე მინდა გარდა iPhone-ების. იმიტომ რომ არ მინდა მართლა ახლა ესეთი უერთგულესი ვარ ტელეფონის მიმართ, ჩემი Siemens-ი ესეთი პატარა ეკრანი რო ქონდა. ისიც კი მიყვარს. ისეთი კარგი love story გამომივიდა მაგ ტელეფონით. ამიტომ ტელეფონის მნიშვნელობა არ აქვს, არის ენერგეტიკა. მე მინდა ახლა ნახო რა ხდება თქვენ შორის. საერთოდ აი სიტუაციურად იმის მხარეთ თქვენი მხარე ნახოთ არდან გამომდინარე და რა თქმა უნდა ზოგადი გაშების მადლი და ჩემი პირადი კონსულტაციებს უკვე გადაკექილია. საოცრებებს ლაპარაკობს, ან როგორია რომ არა შეუძლებელია ესე არ იქნება, ეს თუ ამბობს ესე იქნება და ესე, ამიტომ ეჭვი არ შეიტანთ არასდროს. ტარო კონსულტაციაში იცოდეთ და ზოგადად ვერ დადებ თავს ვერაფერზე, აი მაგალითად სხვის ფიქრებზე. ზუსტად ვიცი ხომ წერთ ხოლმე, ზუსტად ვიცი ერთ-ერთია, რა იცით? გეკითხებით, რა იცით მის თავში რა როგორ არის? მაგია რომ მე არ ვიცი რა მინდა ჩემს თავში. მოდი ვნახოთ ახლა. ჩავიფიქროთ, კარგი, შენ იქნები იმპერატრიცა, ის იქნება იმპერატორი და აბა რომელი ამოვა და როგორ იქნება და რა ხდება და როგორი სიახლოვეა რეალურად როგორ შეიძლება გონი, მაგრამ სხვანაირად შეიძლება იყოს საქმე.
ნახოთ, როგორი დღეს დღევანდელ რეალობაში, რა თქმა უნდა, ხუთიანი პენტაკლი ნიშნავს რაიმე მარტო გრძნობს თავს, გინყოლია ეს ადამიანი, გინდა არა, ანუ არაფრის გამკეთებელი არ არის. ან, ერთი სიტყვით კრიზისია ურთიერთობაში და გრძნობ, რომ ისეთი გრძნობები ვერა როგორიც იყო. თუმცა ეს კატასტროფა არაა დიდად, აქ გამოსავალიც შეიძლება იყოს. მოდი ვნახოთ ახლა ჩვენ. თქვენ შორის რა ხდება? აგვიანებთ, რა ხდება? არის კონტაქტები, დიდი ხანია ერთმანე ეს თუ აჰა, პირველი შენ ამოხვედი. ისე კი პირველი ინიციატივა მაინც შენია. არ ჩანს. არ ჩანს. დადახა. გაიქცა. გეფიცებით? ეს არა რაღაცა შოკი. აჰა, მოვიდა. ნუ რა უნდა ვთქვა ახლა? თქვენ შორის დაბრკოლება და სიტუაცია, არის რა. აი ფაქტიურად ნახევარი, ისა რა ვქვია, დასტა. ფაქტიურად, ცოტა აკლია 1 2 3. რა უნდა ვთქვა ახლა აქ მე? პირველ რიგში თქვენ შორის რაც ხდებოდა, თქვენი მხრიდან უფრო მეტი არის დეფიციტის შეგრძნება უფრო. ამას არაფერი არ უნდა, რაღაცა. უნდა უჯიკო ყოველთვის. თავის კომფორტის ზონაშია, არაფერი არ აინტერესებს. კრიზისიც რომ არის, რაღაცა დიდად ყურებს არაპარტყუნებს ამასთან დაკავშირებით. არ გამოვურცხავ თავისთავად. მესამე ფაქტორები, ვისაც გაქვთ ოთხკუთხედი და მრავალკუთხედი, შეგიძლიათ უყუროთ და არ ვიცი რა ვთქვა. კარგი, მე აქედან ახლა ყველაზე მთავარ პრობლემას ამოვიღებ. არ უნდა ამოღება. აი, თვითონ ყველაზე მთავარი პრობლემა. სულ არის დაკარგვის შიში. სულ რაღაცა რომ იწყება, მერე ისო ყველაფერი უკუღმა ტრიალდება. ყველაფერი იმეორებს რაღაცა წარსულ შეცდომებს, უფრო არანაირი განახლება არ ხდება. აი, ჩემი იმის არ იყოს ახლა 11-დან იქეთ რომ მინდა გადავხვდე. ვერ ირჩევს ეს ადამიანი თუ რა შვება არ ვიცი რეალურად, იმიტომ რომ არ იძრის ადგილიდან ის რაც შენთვის არის, უბრალოდ მიუღებელია, მაგრამ შენს ხარ მყარად ამ ურთიერთობაში, ყოველ შემთხვევაში შენი ფიქრებში ეს ადამიანი არის. სტაგნაცია, რა უნდა ვთქვა, სტაგნაცია დიდი ხანია ამ ურთიერთობაში, რაღაცა, აი, როგორ ვთქვა, თავიდან რომ შეგხედე და შემიყვარდი თუ სიყვარულამდე მივედი. აი, ზუსტად ეს ემოციური გრძნობები არის საჭირო, მაგრამ მაქამდე რომ მიხვიდეთ, იმდენი რამ არის გადასაწყვეტი და იმდენად ჩასახურია ძველი უარყოფითი პროგრამები, რომ მე არ ვიცი ამას რამდენი ხანი დაჭირდება, მაგრამ თქვენ მარტო ამას ვერ გააკეთებთ და როგორც მე აქ უყურებ ამ ადამიანს ამის გაკეთება არ უნდა. კარგი, მთავარი პრობლემა ეს არის. ახლა ვნახოთ, რა შეიძლება აქედან გამოვიდეს. რა შეიძლება აქედან გამოვიდეს თუ არ უნდა, უბრალოდ გამოსავალი თუ არის ამ შემთხვევაში. ზოგს უღირს მაგალითად და მე ვიცი ძალიან ბევრი გოგო რომ ბევრს აკეთებენ, ზოგს არ უღირს და მე იმ კატეგორიის ვარ, მაგალითად არ მიიღებს და თავის შეწუხება არ მიყვარს. მამაკაცი, იმიტომ რომ მამაკაცი რომ მან უნდა გააკეთოს და მე თუ ეხა შენ ეს დამაგდა და ეს გიკანახე და მოვიწყინე, არა, არ არის ესა ჩემო საქმე მაგალითად და ვერაფრით ვერ გირჩევთ მე. თუმცა თქვენი პირადია და თქვენ ყველაზე კარგად გრძნობთ ამას და ამიტომ მე ყველას გადაწყვეტილებას ვაფასებ, რა თქმა უნდა. მოდი ვნახოთ, რა შეიძლება აქედან გამოვიდეს. 4-იანი პენტაკლი. რა შეიძლება აქედან გამოვიდეს? აუცილებლად ის უნდა გამოვიდეს, რომ უნდა გახსნას ყველაფერი. ეხა როზის გმირივით დააწვება ესე და არაფერს არ ხსნის და თავისებურად ეძვირფასება ეს ურთიერთობა, იმიტომ რომ შინაგანად მაინც ხარ ამ ადამიანის გულში, ეფიქრება შენზე, მაგრამ მიმართულება მაინც თავისი ინტერესებისკენ აქვს. ანუ ამ ადამიანს არ აინტერესებს ეს ურთიერთობა, რომ წინ წაიყვანოს. აი ეს არის მთავარი პრობლემა. თორე ისე როგორც არის დღეს ეხლა როგორც არის სტაგნაციურ და არაფრის მომცემ და ემოციურ შიმშილში გამყოფებს ადამიანიდან ამის შეგრძნება, რა თქმა უნდა, ეხლა ამას ვერ მივესალმებით, ხო? ამიტომ არა, ეს არ უნდა. ხო, აბა რა გინდა, რაც უნდა კითხვა. გამოსავალი, ანუ არასდროს არ შეიძლება ითქვას არასდროს, მაგრამ აი იქნება ტაროს პროგნოზს კითხოთ, ანუ იქნება საერთოდ რომ იქნებ რამე შეცვალოს, ეს არის მისი ნება, იქნებ რამე შეცვალოს. მოდი ვნახოთ. ნახე.
მოდით ასე გეტყვით პირდაპირ სამკუთხედები თუ არის იცოდეთ რომ სამკუთხედი შენარჩუნდება და ეს იქნება ტანჯვა ვინ რომელ პოზიციაზე ხართ ამას არ აქვს მნიშვნელობა ცოლი ხარ და იტანჯები საყვარლის პოზიცია და იტანჯები მოკლედ თუ არ შეგიტოპია ამ სიტუაციაში რა თქმა უნდა არც კი გაბედო და არ შეხვიდე იმიტომ რომ ეს არაფერს არ მოგწევს მაგრამ საქმე ის არის რომ ეს სიტუაცია ისეთია გინდა არ გინდა და მაინცაც უფრო მეტად დეფიციტშია ეს ადამიანი და შენს მეტად გინდა უფრო მეტად რა ვიცი რა ხდება ასე რომ უფრო მეტად გინდება ეს პიროვნება. აქედან გამომდინარე არ ვამბობს რომ გული გაგიტყდება, მაგრამ ნახე მე აქ უფრო გრძნობ რომ აქ უფრო იყო გრძნობა სიყვარული და ეხლა თუ რა თქმა უნდა ყველა თავისუფალი ხართ ესეც უნდა გავაჟღერო აუცილებლად. იცი რა არის? არა ვერ ეწყობით თქვენ ერთმანეთს. ანუ შენ შეიძლება მოდი მინიმალური მტკივნეულობით რომ გამოვიდე ახლა ამ ისტორიიდან, შენ შეიძლება შენებურად გიყვარს და შენებურად ზოგ ამ ადამიანს თავისებურად უყვარს, უბრალოდ არ იჭერს კონტაქტი, ანუ არ არის სვიაზი რო იტყვი. არაფერი არ არის, არ იჭერს და ამიტომ დაიჭრდილა ეს გრძნობა, რომელიც რა თქმა უნდა უფრო იყო და დღესდღეოვანდა რეალობაში ეს ყველაფერი გაფუჭებული. აი როგორ არის, მიწასთან არის გასწორებული ჩვეულებრივად. აქ არის ის მომენტი, რომ სიყვარული სანამ იყო და ეს ემოციური ტოლა სანამ იყო მინიმუმ, ხო, ურთიერთობაც გამოდიოდა. აი თუ ურთიერთობა შენელდა და ცოტა კითხვის ნიშნებია, იცოდეთ, რომ გააჩნია ზოგიერთ კითხვის ნიშანსაც, არ უნდა გავბუქოთ ეს ყველაფერი, მაგრამ როცა უკვე კითხვის ნიშანზე კიდე კითხვის ნიშანი მოდის და სამი კითხვის ნიშანი ისმის უკვე შენს თავში, აქ უნდა მიაქციო ყურადღება, ესე იგი რაღაცაში არის საქმე. ამის მდგომარეობა, ეხლა თქვენი ადამიანის მდგომარეობა შეიძლება ყოფილი ადამიანის უკვე არის ის, რომ არ აქვს სურვილი გამოხატოს ის შიგნით ჩაგუბებული ემოცია, რომელიც აქვს. არ აქვს, ანუ არ მინდა მეს რომ გამოვხატო და მალავს და გარბის ეს ყველაფერი, თუმცა მე ვიტყვი რომ ორივესთვის მაინც ეს გრძნობა და გადავლა ამ ურთიერთობაზე ნამდვილად არ არის სულ ერთი და ამას რა თქმა უნდა განის უბრალოდ ძალიან დისტანციურად უყურებს. გეგონება რაღაც დურბინით რო ხარ ესე. მიდი ახლოს გააკეთე რამე. არა, მსგავს რაღაცას არ გააკეთებს და ასეთი პროგნოზია. კარგი. მე მაინც დავსვავ შეკითხვას, რჩევა შენთვის რა უნდა იყოს რჩევა შენთვის? იმპერატრიცა, როგორც ამოხვედი, იმპერატრიცას რა რჩევა ჭირდება? თუ წავიდა, კარგად იყოს კაცო. არ დაუძახო, არ კითხო, არაფერი არ კითხო. უბრალოდ ნაბიჯები უნდა გადადგა, გაიხსენე შენი თავი. როგორი იყავი? რატომღაც გეუბნება რომ წარსულში უფრო მაგარი იყავი შენ. რაღაცას უფრო მეტად კარგად აკეთებდი, შეიძლება უფრო კაი ფორმაშიც იყავი. ხო და აი წარსულის ვერსია გაუმჯობესე, განაახლე და ყველაფერი გააკეთე შენი თავის, ანუ შენი ხანა მოვიდა უკვე უნდა იბწყინო, რა ვიცი, ეს ურთიერთობა. უკვე როგორი გახდა, იცი, შეიძლება შენ კი გინდოდეს მისთვის იყო ლამაზი და ოკეი, იყავი ლამაზი მისთვის, მაგრამ იარაღად გამოიყენე ეს ყველაფერი და ისე გააკეთე, როგორც შენ გაგხარდება, შენ ყველაფერს გააკეთებ, რაც შენ გინდა. არ არის აქ გამოვალ სიტუაცია, მაგრამ თუ ეს ურთიერთობა გინდა და მანდამაინც ის მამაკაცი გინდა, დღევანდელ რეალობაში ასეთი სიტუაცია. რაც შეეხება დღევანდელ რეალობას, ჩვენ იმიტომ ვართ ასე მიმდევრები, არ ვარ მიმდევრი, რა თქმა უნდა, ყოველდღიურობის იმ კუთხით, რას ფიქრობს ეს ენერგიები, ხო? ჩვენ გამოგვაქვს დასკვნები. ახლა დღეს შენ ამ სიტუაციაში რო ხარ, ახლა მე ძალიან პოზიტიურიც არა ვარ, ხო, რომ ვიფიქრო, რომ ერთ თვეში ეს გამოსწორდება. გამორიცხეთ რა. ასეთი რაღაცები, ასეთი კრიზისები ერთ თვეში არ ხდება და არც მოლოდინის რეჟიმში არ წყდება ეს საკითხები წყდება იმ შემთხვევაში, როდესაც შენ მიატოვებ ამ ყველაფერს და გაიხსენებ შენს თავს და всё, მე ვიწყებ ჩემს საქმეს, ამასობაში თუ შენ ჩემს ინტერესებში რჩები, შენ რაღაცებს გააკეთებ, თუ არ გააკეთებ, ესეც პასუხია და რა თქმა უნდა, ამ ტკივილს მე ვერ გაიქცევ, მაგრამ როცა უკვე შენი საქმე და შენი მიზანი გაქვს, საკუთარ თავზე დიდი სიყვარული და ეს დატკბობა, რა თქმა უნდა, უპირველესია და ჩემგან თქვენ არ გესწავლებოთ ეს ყველაფერი, თუმცა ის გულის მოწყენები, რა თქმა უნდა, გარდაუვალია და ამის წამალი სამწუხაროდ არ არსებობს. უბრალოდ თვითშეფასება. როცა გინდა იყო ბედნიერი, ძალიან მალე დაგავიწყდება ის, ვინც გულს ტკენდა. ამიტომ ზოგჯერ ადამიანები გულს როცა ტკენს, ეს ხშირ შემთხვევაში შენი პრობლემა არ არის.
ეს იმ ადამიანის პრობლემაა, როგორ მომენატრა ფსიქოლოგიური დარიგებანი, მაგრამ მე ეს არ მაკლია რეალურად, მაგრამ აი ესე მომენატრა თქვენთან რო ვიჯექი. ადრე, თუ ადრე. გოგონებო, მე ყველას გელოდებით კომენტარებში და ვინც ჩემთან დარჩით ბოლომდე, მადლობა.